რადგან მარიხუანასთან დაკავშირებით ჩემმა წინა ვიდეომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განმარტავ რომ დიახ 18 წლის ასაკიდან თქვენ საცხოვრებელ სახლში და სხვა პრივატულ გარემოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია. აკრძალულია პლანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და მოხმარება არასრულწლოვნის თანდასწრებით ქუჩაში, პარკში, სკვერში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, სამსახურში და ამგვარი ჩაუნათვალი საკმაოდ ვრცელია. თუ პირველ ჯერზე 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენაში ნახვა გადაგზავნისთვის გამოგიჭირეს, თქვენ დაგეკისრებათ ადმინისტრაციული წესის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ნამდვილად ჩამოგერთმევათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით და არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მომენტში საჭესთან იმყოფებოდით თუ არა. ამასთან სასამართლო 5 წლის ვადით ჩამოგართმევთ საადვოკატო საქმიანობის, ფარმაცევტული და საექიმო საქმიანობის უფლებას, იარაღთან დაკავშირებულ უფლებებს, პასიურ საარჩევნო უფლებას, რაც გულისხმობს, რომ კეჭს ვერ იყრით საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე 5 წლის განმავლობაში შეგეზღუდებათ საჯარო სამსახურში, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქმედება 1 წლის განმავლობაში კვლავ განმეორდება, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და მაქსიმუმ 1 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთა შეგეფარდებათ. თუ აღნიშნული ქმედება მითითებულ ოდენობას აღემატება, ამ შემთხვევაში სასჯელიც მკაცრდება. მაგალითად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მარიხუანის შეძენაში ნახვისათვის გათვალისწინებულია 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთაც კი. ასევე გამკაცრებულია სანქცია კანაფის დათისვა მოყვანა კულტივირებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ერთი ძირი კანაფიც კი აღმოგიჩინეს, აღნიშნული მაქსიმუმ 6 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. მოცემული სანქციები საკმაოდ მკაცრია, არაადეკვატურად მკაცრი და არ შეიძლება რომ მკვლელი, პედოფილი და მარიხუანის შემძენიც ერთნაირი სიმკაცრით ისჯებოდეს. რა თქმა უნდა, გარდაუვალია და აღნიშნული მუხლებიც უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა კი კითხვა, რა გზით უნდა მოიპოვოთ მოსახმარად დასაშვები რაოდენობის მარიხუანა, იმგვარად რომ ამან არ გამოიწვიოს თქვენი პასუხისმგებლობა. ამ კითხვაზე პასუხი თავად საქართველოს პარლამენტსაც არ გააჩნია. გამოდის რომ მოხმარება არის კანონიერი, თუმცა მანამდე მისასვლელი ყველა გზა არის ჩახერგილი. ეს არის კანონის დიდი ხარვეზი, რომელიც რა თქმა უნდა ამოივსოს იმით, რომ არ არის საჭირო რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება. ჩვენ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ჩვენზე გამოცდილი ქვეყნებისგან და შეიქმნას მსგავსი კოფიშოპები, რათა კანონით გათვალისწინებული უფლება რეალიზდეს.